მოდესმე გიგრძნიათ, რომ რაღაცას მისდე მთელი ძალებით, მაგრამ როცა საბოლოოდ იღებ მას, მხოლოდ სიცარიელი გრჩებათ? თითქოს ეს ყველაფერი წყურულის მარილიანი წყლით მოკლის მცდელობას ჰგავს. რაც უფრო მეტ სვავ, მით უფრო მეტად გიძლიერდება წყურულის შეგრძნება. ეს შინაგანი დევნა მილიონობით მამაკაცის ცხოვრების ნაწილია. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ მომდევნო მიზანი, ახალი პარტნიორი, კიდევ ერთი ფლირტი ან წარმატება საბოლოოდ შეავსებს მას შინაგან არსებულ სიცარიელეს, მაგრამ შედეგი ყოველთვის ერთია: დაღლილობა და მტანჯველი განცდა, რომ რაღაც კვლავ აკლიათ. მოგესალმებით. თქვენ უსმენთ Mind Mosaics. დღეს ვისაუბრებთ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ილუზიაზე, რომელშიც თანამედროვე მამაკაცი ცხოვრობს. ეს არ არის ბრალდების ან გამართლების საუბარი. ეს არის მცდელობა გავიგოთ, რას ვეძებთ სინამდვილეში მაშინ, როცა თითქოს მხოლოდ სექსი ან სწრაფი კავშირები გვიზიდავს. თუ ოდესმე შეგხებიათ ეს განცდა, დაწერეთ კომენტარში, რამდენად ახლოს მოდის ეს თემა თქვენს გამოცდილებასთან და თუ ჯერ არ გამოგიწერიათ არხი, გააკეთეთ ახლა, რადგან ხმამაღლა საუბრობენ იმაზე, რაც სხვები ჩუმად ტოვებენ. კარლ გუსტავ იუნგი ამ ფენომენს ადამიანის ფსიქიკის ღრმა მექანიზმებით ხსნიდა. მისი აზრით, ყოველ მამაკაცში არსებობს ანიმა, შინაგანი ქალური არქეტიპი, რომელიც მოიცავს სინაზეს, ინტუიციას, თანაგრძნობასა და მიღების უნარს. და როდესაც მამაკაცი არ არის დაკავშირებული საკუთარ ანიმასთან, ის იწყებს მით გარეთ ძიებას. იქ ქალურ ფიგურებზე, პარტნიორებზე, საყვარლებზე, მუზებზე პროექციას ახდენს იმ თვისებების, რომლებიც თავის თავში არ განვითარებია. სწორედ ამიტომ სექსუალური ტოლვა ხშირად სულის ტირილია, საკუთარი დაკარგული ნაწილისკენ სწრაფვა. მამაკაცის სექსუალური სურვილი მხოლოდ სიამოვნების წყურვილი არ არის. უფრო ხშირად ეს არის თავისუფლების წყურვილი. ისევე როგორც ქვაბი, რომელიც სავსეა წნევით, თანამედროვე მამაკაცი იტევს საკუთარ თავში სტრესს, შიშებს, წარუმატებლობის განცდასა და საზოგადოებრივი მოლოდინების ტვირთს. ამ წნევის გასათავისუფლებლად ყველაზე მარტივი გზა სექსია, ორთქლის სარკველი. მაგრამ ხშირად ეს არ არის სიყვარულის აქტი, არამედ ანესთეზიის ფორმა, რამდენიმე წუთით დავიწყება, ტკივილის ჩახშობა, საკუთარი თავისგან გაქცევა. ბავშვობაში ბევრ მამაკაცს ასწავლიან, რომ სიყვარული დამსახურებული უნდა იყოს. კარგი ქულებით, წარმატებებით, მიღწევებით. შედეგად ზრდასრულ ასაკში იგი მუდმივად ცდილობს შესაფერისად დარჩეს. სექსი კი ხშირად ერთადერთი სივრცეა, სადაც მას ჰგონია, რომ უპირობოდ იღებენ, თუმცა ეს ილუზიაა. გარიგებითი ურთიერთობა, სადაც ორივე მხარე რაღაცას გასცემს, ვერ ანაცვლებს ნამდვილ მიღებას და მაინც მამაკაცისთვის ეს მირაჟიც ტკბილია, ოაზისი მარადიული შეფასებების უდაბნოში. იუნგის მიხედვით, ყოველი მამაკაცი ბავშვობიდან იკეთებს ჯავშანს. ბიჭები არ ტირიან, იყავი ძლიერი, არასდროს გამოავლინო სისუსტე. ეს ნიღაბი იცავს მას, მაგრამ საბოლოოდ მასში იზოლირდება. ხოლო სექსი გადაიქცევა მცდელობად, ძალით გაარღვიოს ეს ჯავშანი. თითქოს ორი სხეულის შეხება უნდა გახდეს სულიერი სიახლოვის ცეცხლი, მაგრამ ეს ასე არ მუშაობს. შეიძლება წლების განმავლობაში გქონდეს სექსი და მაინც სრულიად მარტოდ იგრძნო თავი, ხოლო ნამდვილი ინტიმურობა იქმნება სიჩუმეში, გულწრფელობაში და უცველობის გაზიარებაში. და თუ გქონიათ ასეთი გამოცდილება, როცა ერთ უბრალო შეხებაში უფრო მეტი ნდობა და ეროტიკა იგრძენით, ვიდრე 1000 ვნებიან ღამეში, მოგწერეთ კომენტარებში. მამაკაცი ბუნებით მშენებელია. მას სჭირდება გრძნობდეს, რომ მისი ძალისხმევა აზრს ატარებს, მაგრამ თანამედროვე სამყაროში კარიერა, ფული და სტატუსი არასდროს არის საკმარისი. სწორედ ამიტომ ხშირად ქალი ხდება მისი ცხოვრების მნიშვნელობის პროექცია. ის არ ეძებს მხოლოდ პარტნიორს,
ის ეძებს მეგზურ ვარსკვლავს, მუზას, რომელიც მის ცხოვრებას აზრს მიანიჭებს. ეს უდიდესი ტვირთი არის ქალისთვის და ხშირად მტკივნეული დამოკიდებულების წყარო. იუნგი მას საკუთარი შინაგანი ბირთვის დაკარგვას უწოდებდა, როცა პასუხს კითხვაზე რატომ ვცხოვრობ, სხვებში ვეძებთ, ნაცვლად იმისა, რომ შიგნით მოვძებნოთ. ყველა ამ კომპლექსური ფენომენის უკან დგას ერთი მარტივი, ბავშვური სურვილი, მშვიდობის სურვილი. მამაკაცის ყველაზე ფარული ლტოლვაა ვინმე უთხრას, ომი დასრულდა, შეგიძლია დაისვენა. სექსი ხშირად ერთადერთი სივრცეა, სადაც მამაკაცს ჰგონია, რომ შეუძლია თავი მუხლებზე დადოს და ამოისურვოს. სინამდვილეში კი ის სინაზისა და ზრუნვის ძიებაშია, იმ სურვილის, რაც ბავშვობაში დედისგან იღებდა. მას როგორ შეიძლება ამ მარადიულ დევნას მოეღოს ბოლო? გეტყვით, რომ არსებობს ამის მეთოდი. პირველი, გულწრფელობა საკუთარ თავთან. უნდა გაჩნდეს გამბედაობა, ჩახედოს სიცარიელეს, დასვა კითხვარისგან გავღირო არ სინამდვილეში. მეორე, დაუცველობის მიღება. სისუსტის აღიარება არ არის სირცხვილი, ეს უდიდესი ძალაა. მესამე, ქალებისთვის ხედვის შეცვლა. მამაკაცის უხერხული ინიციატივები ყოველთვის ვნება არ არის. ხშირად ეს არის უხმოდ ხოვნა, ვითხარი, რომ ისევ სასურველი ვარ. და მეოთხე, ინტიმურობის ხელახლა განსაზღვრა. ნამდვილი სიახლოვე იქმნება არა მხოლოდ საწოლში, არამედ საერთო ყოველდღიურ რიტუალებში, მშვიდ თავშესაფარში. და ბოლოს, იუნგი გვასწავლის, რომ სულიერი ალქიმია იწყება შიგნიდან. მამაკაცის ნამდვილი სურვილი არ არის სექსი, არამედ უფლება უბრალოდ იყოს. მისი ლტოლვა არის უპირობო სიყვარულისკენ, საკუთარი ანიმას პოვნისკენ. როცა ეს ხდება, სექსი აღარ არის იძულებითი მცდელობა სიცარიელის შევსებისა. ის იქცევა ნამდვილ ზეიმად, ორი სულის კავშირის გაგრძელებად. გაუზიარეთ ეს ვიდეო იმ ადამიანებს, ვინც ამ თემაზე დაფიქრებას იმსახურებს. და თუ აქამდე არ გაგიკეთებიათ, გამოიწერეთ არხი Mind Mosaic, დააკომენტარეთ თქვენი გამოცდილება და მოიწონეთ ეს ვიდეო, რომ ერთად გავაგრძელოთ შინაგანი სამყაროს გამოკვლევა.